ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის ძმის ბიზნესმენ ლევან ჯანგულაძის მკვლელობის საქმეზე ძმებს გიორგი და დავით მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს უვადო პატიმრობა მიესაჯათ. გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო. მათ ბრალი, შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზების მუხლით ჰქონდათ წარდგენილი. პროკურატურა გიორგი ჯოხაძეს დამატებით ედავებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლის ადაბექვე პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენას, შენახვასა და გასაღებას გულისხმობს. გიორგი მიქაძე უკვე თითქმის 9 თვეა პატიმრობაშია. მის ძმას დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს კი ბრალი დაუსწრებლად ჰქონდათ წარდგენილი, მათზე ძებნაა გამოცხადებული. ეს ჩვენ მოვისმინეთ ბრალდებული საბოლოო სიტყვა და ალბათ ბევრს მოლოდინი ჰქონდათ, რომ ის აუცილებლად შეეხებოდა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა ერთი სიტყვა მისი მხრიდან საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე ჩვენ არ გაგვიგია. ერთადერთი რაც მან თქვა ის იყო, რომ მისი საქმე გავს ფაზლს, ეგრეთ წოდებულ ფაზლს, რომელსაც არ აქვს ფიგურები. და სასამართლომ აბსოლუტურად კარგად გასცა პასუხი ბატონ გიორგი მიქაძეს. ეს იყო ფაზლი, რომელსაც ჰქონდა არაერთი ფიგურა, რომლებიც ერთმანეთთან იყო დაკავშირებული. მთავარი მტკიცებულება არის მიხეილ ბერძენიშვილის ჩვენება, არის რომიკო გოგიაშვილის ინფორმაციული პატაკი, რომელიც დეტალურად აღწერს დაპირისპირებასთან დაკავშირებით. ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას დაუსაბუთებელს, უკანონოს და შეკვეთილს უწოდებენ. მათი განცხადებით ისინი სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებენ. განაჩენი არის უკანონო, იმიტომ რომ არ არსებობდა და არ არსებობს საქმეში არავითარი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა მიქაძეების ბრალს. დღევანდელი თუნდაც ის, რომ ადგილზე თათბირით ესეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ესეთი მნიშვნელოვანი სიტყვის მე, რომელიც წარმოთქვა ბრალდებულმა, იქვე იქნა გამოცხადებული, ეს კიდე ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეს საქმე არ გადაწყვეტილა სამართლებრივ ასპექტში. ამ საქმეზე წინ არის გასაჩივრება, საქართველოს ორი ინსტანცია და თუ ესეთი ფორმით დარჩა ამ ინსტანციებში, ამ საქმეზე ყველა ვარიანტში სასურველ სასამართლოს მიმართავთ, იმიტომ რომ საქმეზე დარღვეულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ბიზნესმენი ლევან ჯანგულაძე 2025 წლის 14 მარტს თბილისის ცენტრში ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს. მისი მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი ყოფილ სპეცრაზმას გელა უძილაურს. ამავე საქმეზე 8 წელი აქვს მისჯილი სანდრო წივწივაძეს, რომელსაც ბრალდება იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება. გამოძიება ჯანგულაძეს მკვლელობის შეკვეთას ედავება ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძესაც. მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.